გამარჯობა. უბრალოდ ყოველსა ყველა შეგახსენებთ, რომ მაია სანდუ არის ის ადამიანი, რომელმაც 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის პროცესს დაუჭირა მხარე. მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი, ზუსტად იმ დროს, 4 ოქტომბერს, იმ წუთებში, როდესაც მიდიოდა შტურმი პრეზიდენტის სასახლესა, მან საჯარო განცხადებით მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობაში მონაწილე ჯგუფს. რაც უკვე აჩვენებს თავისთავად, თუ რა ღირებულებით საწყისებზე დგას ეს ადამიანი ერთი და მეორე ესეც აჩვენებს, რომ ის ამას აკეთებს ხვების კარნახით, ამის დიდი ეჭვია, ვინაიდან წელიწადში ერთხელ გავახსენდებით ხოლმე და რატომღაც ფიქრობს, რომ აქვს რაიმე მორალური, პოლიტიკური, იდეოლოგიური უპირატესობა, რომ ქართულ ხალხს ესაუბროს ამ ტონით. ამიტომ რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვისმენთ ამგვარ ანტიქართულ რიტორიკას მოლდოვის პრეზიდენტის მხრიდან, ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი და მნიშვნელოვანი არის, რომ ამაზე იყოს რეაქცია. კიდევ ერთხელ ჩვენ ალბათ თავის დროზეც უნდა გქონოდა ძალიან მკაფიო რეაქცია გარდა განცხადებებისა, როდესაც მოლდოვის პრეზიდენტმა ღიად მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობის დამხობაში მონაწილე ჯგუფებს. ასე რომ ამ მხრივ მე მგონი გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე და მეორე ეს არის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას. და არ მგონია საერთოდ, რომ აქ საერთოდ ჩვენ სალაპარაკო გქონდეს რაიმე სახელმწიფოებრივი ღირებულებებზე, ხო, როცა ის საუბრობს ამა თუ იმ ორბიტაზე დაკავშირებასთან თუ ასე შემდეგ, ამა თუ იმ სახელმწიფოსთან, მე მგონი მისი განცხადება, რომ ის მხარს უჭერს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას და შეგახსენებთ мотивაციას. ესეც მნიშვნელოვანია, ვინაიდან შემდეგ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ჩვენი შინაზარდი ძალათ ევროპელები ხოლმე ყველას ეკომაგებიან საქართველოს და საკუთარი ქვეყნის გარდა. შეგახსენებთ რა იყო დასაბუთება ქალბატონი სანდუსი და ამაში რაიმე ასე ვთქვათ ცრუ აზრები არ ქონდეს. მისი დასაბუთება იყო არა ის, რომ მოლდოველი ხალხი და რუმინელი ხალხს რაღაც რომ მათ კავშირი აქვთ და ასე შემდეგ. მისი დასაბუთება იყო, რომ მოლდოვა არის პატარა სახელმწიფო და პატარა სახელმწიფო ვერ გადარჩება და ამიტომ უნდა შეუერთდეს დიდ სახელმწიფოს. ეს იყო მისი мотивация და არა ის, რომ კულტურული თუ ეროვნული კავშირები არსებობს მოლდოველებს და რუმინელებს შორის. ამიტომ როდესაც სახელმწიფოს მეთაური ამბობს, რომ ეპატარავება თავის სახელმწიფო და უბრალოდ იმდენად მცირედ მიაჩნია, რომ ფიქრობს, რომ იმისთვის რომ გადარჩეს საჭიროა რომ გაუქმდეს სახელმწიფო, გზაც არის რომ ხარი დაუჭერს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას. მე მგონი აქ ფაქტია, რომ ჩვენ მართლაც სხვადასხვა ორბიტაზე ვართ ღირებულებების მხრივ. ასე რომ ამ მხრივ რა თქმა უნდა ჩვენ მოლდოვას ვერ გავუწევთ რაიმე კონკურენციას. სტატიაზე კითხავთ, ალბათ ნახავთ თქვენი ისინი წერენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ლობის ეწევა სტივ ნიკალსონი, რომელიც ეწინააღმდეგება მეგობარი აქტის მიღებას ამერიკაში. ერთის მხრივ ეს ნაწილი მეგობარი აქტი, რომელიც მოაზრდა ჯოელსონმა და მეორეს მხრივ ამ ადამიანის განცხადების თავაზე არის იქ საუბარი, რომ მისი მიზანი არის, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები გადაიფირთოს. ის საუბრობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ძიმე მემკვიდრეობა შეუშალა ამ ყველაფრის ხელით და ფიქრით. ნუ ვერ გეტყვით რას ეფუძნება ან რა ფაქტობრივი წინაპირობები უდგავს ამგვარ განცხადებებს. ერთი რამე შეგვიძლია თქვა ჩვენი საქართველოს ხელისუფლების სახელით, ჩვენ არაფრის ლობირებას და ასე ვთქვათ არ ვაპირებთ და არ ვსაჭიროებთ. ჩვენ თქვით, რომ ქართულ ხალხს ბევრია გაკეთებული იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ეჩვენებინა, რომ ჩვენ ვართ არა მხოლოდ ქვეყანა, რომელიც რომელსაც სურს არა მხოლოდ სარგებლის მიღება, ასე ვთქვათ და თავად კონდეს სარგებელი ამ ურთიერთობაში, არამედ მზად არის მხარში დაუდგეს მას, ვისთანაც სტრატეგიულ პარტნიორობას აკავშირებს. ასევე ჩვენ ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას არაერთხელ დაუდექით გვერდში. ამას წინ ვისმენთ ჩვენ დანიის განცხადებას მათი ავღანეთში მონაწილეობასთან დაკავშირებით. საქართველოს შეგახსენებთ, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის იყო ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი წარმოდგენილი ავღანეთში. მეორე, საქართველოს ნატოს წევრ ქვეყნებს შორისაც კი მეოთხე იყო კონტინგენტის რაოდენობით და
მესამე, საქართველოს ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოს ყველაზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა ამ ომში, სადაც ჩვენ ამერიკელებთან ერთად ხარდამხარ ვიბრძოდით. და ამის საპირწონედ ჩვენ რო ხედავთ თუნდაც ჰელსინკის კომისიის თუ სხვადასხვა ცალკეული კონგრესმენის მხრიდან ანტიქართულ რიტორიკას, ეს აჩვენებს უბრალოდ ამ ადამიანების მხრიდან დაუფასებლობას ქართული ხალხის წვლისა ჩვენს საერთო საქმეში და ერთმანეთის გვერდში დგომაში. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს შიდა პოლიტიკური საკითხები, არ ვიცი, მათი გადასაწყვეტი არის, ჩვენ ზოგადად ვფიქრობთ, რომ ეს სისტემა თავისთავად არ არის სწორი, როდესაც ხედავთ ჩვენ რაღაც ლობისტური ძალისხმევებით და თავად ხედავთ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ეს არაერთხელ გამხდარა თქვა სკანდალის საფუძველი, რომ სხვადასხვა ლობისტური ინტერესებით, არა გულწრფელი პოლიტიკური мотивაციით და პოლიტიკური იდეების საფუძველზე, არამედ რაღაც სარგებლის სანაცვლოდ ხდება ესა თუ ის მოქმედება, მაგრამ არ მაგას ვერაფერს ვერ ვიტყვი, თავარი არის ერთი რამე, რომ თუნდაც ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებითაც, რომ უნდა შეწყდეს ანტიქართული რიტორიკა იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი ურთიერთობების გადაწყვეტა. აი, სტივ ნიკანდროსი პირველად არჩინდება ქართული ოცნების დამცველად, ასე ვთქვათ, დაახლოებით 2 თვის წინ ჩვენ პირადად მოვიპოვეთ ეს წერილი, ოფიციალური წერილი, რომელთაც ის მიმართავდა კონგრესმენებს და მადლობას უხდიდა მაგალითად იმაზე, რომ არა დაუჭიროს მხარი ქართული ოცნების არაღიარების აქტს. ახლა ვხედავთ, რომ უკვე მეგობარი აქტის წინააღმდეგ ის იბრძვის. რამე არაფორმალური გარიგება არსებობს ჩვენ ნიკანდროს შორის თუ რატომ ლობირებს ის ასე არ ვიცი საერთოდ ის რასაც სტატიაში არის საუბარი რამდენად სწორია თუ არ არის სწორი ეს ერთი და მეორე ჩვენ არანაირ ხო იქ არ ვიცი შეიძლება იქ მოგეჩი და რა პროცესებია ეს ერთ საკითხია ჩვენ ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ გვაქვს და ჩვენ არანაირ დაცვას და წარმოდგენას ქართული ხალხი არ საჭიროებს. ქართული ხალხის თავი დამცველი არის ის საქმე, რაც ჩვენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში გაგვიკეთებია. ამის დანახვა არის საჭირო, მეტი არაფერი იმისთვის, რომ გააზრებული იქნეს თუ რა როლი აქვს თავის დროზე საქართველოს შეტანილი ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში. ასე რომ კიდევ ერთხელ ჩვენ არაფერი დასაცავი ქართულ ხალხს არ აქვს. ჩვენ არც კიდევ ერთხელ არც ოფიციალურად თუ არაოფიციალურად თუ რაც კიდათ ის დაარქვით არანაირი ლობისტურ მომსახურებას ჩვენ არ წვდებით. ვერ გეტყვით მას კითხეთ თუ კი ეს სიმართლე არის არც ვიცი, მაგრამ თუ კი სიმართლე არის მას უნდა კითხოთ ხა რა მე ინტერესებს. ხო მე ჩავხედე სხვა ჩვენს ამინდის პროგნოზს ვაშინგტონისთვის და მზიანი უნალექო ამინდია და როგორც ჩანს ალბათ ვაშინგტონში ალაგ-ალაგ ქარიქრის და შეიძლება იმ ალაგზე ცუდი ამინდია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვერ გეტყვით ან სხდომის მოწევა რა იყო, ან სხდომის გადადება რა იყო, ვერ გეტყვით, თუმცა ერთი რამე კი თვალში საცემი იყო, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერი ლორა თორნტონი, რომელიც მას სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს ჩვენების მისაცემად იწვევ, მე მგონი პირველ რიგში საკუთარი თავის დისკრედიტაციას აკეთებს ჰელსინკის კომისია ამ ფაქტით, როდესაც ყველაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ ტყუილების შემთხზელ ქალბატონ თორნტონს იწვევ მოწმედ. შესაბამისად მისი სანდოობა რამდენად შეიძლება იყოს ასე ვთქვათ სერიოზული კონგრესისთვის, ესეც კი მეტყურებს. კიდევ ერთხელ, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს რესპუბლიკური პარტიის წევრი ჰელსინკის კომისიის ის წევრები, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას მიეკუთვნებიან, პრეზიდენტ ტრამპის მტერს იწვევენ მოწმედ, ეს უკვე მეტყველებს, რომ ან ვერ ერკვევიან საკითხებში და ვისთან საუბრობენ, ვისთან აქვს საქმე, ასე ვთქვათ და თუ ასეთ ხალხს ეყრდნობიან თავისი აზრის ჩამოსაყალებლად, კარგად ყოფილა რაღაცა. ოქტომბრის საფრთხესთან დაკავშირებით ვიკითხავთ, შეიძლება უცხოეთიდან დაფინანსებული გამჭვირვალე საქართველოს, ისევე როგორც ოპოზიციური მედია და პირველი 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის საქმეს მოიხსენიებს როგორც სასახლის ხობის დამხობის საქმე. თქვენთვის როგორ გასდება?
ეს არის კარგი დასტური იმისა, თუ რატომ არის ჩუმად დღემდე ევროკავშირის ელჩი და არ გმობს 4 ოქტომბრის ძალადობას, რატომ არის ჩუმად დღემდე ევროკომისია, რომელიც არ გმობს 4 ოქტომბრის ძალადობას, სწორედ ეს არის, მათ გარკვეული პაუზა აიღეს, რომ ეს თემა 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობა, თემა ასე ვთქვათ, გარკვეული დრო გასულიყო, ამოესუნთქა ბრიუსელს და ასეთი აგრესიული კამპანიით შემოსულიყო, რასაც ახლა აკეთებს მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის ხელით, როდესაც ცდილობენ ხელისუფლების დამხობის ცდილობას, ასე ვთქვათ, დააკნინონ და სასახლის ღობეუც სცენარი უწოდენ და გაიმეორონ ერთ-ერთში ის ნარატივი, რომელსაც ამკვიდრებს პარტიული ტელევიზია TV პირველი. და ეს არის ზუსტად ევროკავშირის ცივილიზაციული უფსკრუჯის ჩახედვა, რასაც ჩვენ უყურებთ. ეს არის ზუსტად რასაც აკეთებს ევროკავშირის საელჩო, როდესაც არ დაგმობით ახალისებს, აქეზებს შემდგომ ძალადობებს და ეს არის სწორედ იმის მიზეზი, რომ ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც შარშან მათ შორის ევროპული დაფინანსებით ჩაერია არჩევნებში, შემდეგ ცდილობდა არჩევნების შედეგების დისკრედიტაციას, 25 წელს ევროკომისიამ მილიონი ლარით დააფინანსა საერთაშორისო გამჭვირვალობა, დღემდე ის ხარჯავს ევროკავშირის ფულს და სხვათა შორის მთელი ირონია იმაში არის, რომ ფორმალური საბაბი, ასე ვთქვათ, დაფინანსებისა არის დეზინფორმაციის და კოორდინირებული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლა. და ზუსტად აი თუნდაც აი ამ დღევანდელი მათი განცხადებით ისინი ევროკავშირის ფულს იყენებენ დეზინფორმაციისთვის, რომ წარმოაჩინონ 4 ოქტომბრის ძალადობა წარმოაჩინონ რაღაც დაკნინებულ ფორმაში დეზინფორმაციისთვის და კოორდინირებული კამპანიისთვის. მე ყველა შევახსენებ 4 ოქტომბერს 30-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 21 პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ამ შიდა ტერორისტებს, როდესაც ევროკავშირის ფულით ამართლებენ, ეს არის სირცხვილი, უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის საელჩოსი, რომელსაც ევალება, რომ ყურადღება მიაქციოს, რამდენად რა მიზნებით იხარჯება ევროკავშირის მოქალაქეების ფული და ეს არის სირცხვილი, რა თქმა უნდა, როდესაც ევროკავშირის საელჩო უშვებს, რომ ევროკავშირის ფულით მოხდეს შიდა ტერორიზმის გამართლება, რასაც ჩვენ 4 ოქტომბერს უყურეთ, მოხდეს პოლიციელზე ძალადობის გამართლება და ამიტომაც იყო, რომ ერთი პოლიციელი არ მოუნახელებია ევროკავშირის ელჩს 4 ოქტომბრის შემდეგ, ერთი განცხადება არ გაუკეთებია, სადაც ის მკაფიოდ დაგმობდა მათ შორის მისგან დაფინანსებული ადამიანების მონაწილეობას 4 ოქტომბრის პროცესში და ჩვენ ხედავთ იქ ვინ იყვნენ სახეები ამ პროცესებისა. ამის შედეგი არის, რომ დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა უკვე პირდაპირ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეხლა უკვე ჩაერთვებიან უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები აგრესიულ კამპანიაში იმისთვის, რომ გაამართლონ შიდა ტერორიზმი, გაამართლონ პოლიციელების თავდასხმა, გაამართლონ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობები. ამაში იხარჯება დღეს ევროკავშირის ფული. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, რომ ევროკავშირის საელჩომ ამასთან დაკავშირებით თავის პოზიცია უნდა გვაჩვენოს. რაც შეეხება ამ კითხვებს, კიდევ ერთხელ, მისი ფული იხარჯება დღეს შიდა ტერორიზმის გამართლებაში. და ეს არის სირცხვილი კიდევ ერთხელ და თუ უნდა რომ ეს სირცხვილი არ იყოს მათი ნაწილი, საჭირო არის ამისგან მკაფიოდ გამიჯვნა და თუ ევროკავშირი და შესაბამისი სტრუქტურები პატიოსანი დაფინანსებით იყვნენ დაინტერესებული, დღესვე შეწყვეტენ იმ მილიონი ლარის დაფინანსებას, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობას აქვს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და თავად ავრცელებს დეზინფორმაციას და ჩართულია კოორდინირებულ კამპანიაში. შეიძლება პირველი ეხება სურსათის ფასების რეგულირების პროცესს. ხედავთ, რომ მუშაობა აქტიურად დაიწყო, დღეს უკვე ფარმაცევტების ხდება, მანამდე იყო სხვადასხვა შეხვედრა, დაემატა ორი ნაწილი, მედიკამენტებიც და ასევე საწვავის ნაწილი. უშუალოდ აი საპარლამენტო მუშაობის ნაწილს თქვენ როგორ ხედავთ, იმიტომ რომ მომდევნო კვირიდან უკვე კომისიის საქმე გასულა ვადევნოს. ქართული ოცნების ფრაქციის მიერ უკვე დაინიცირებული არის დადგენილების პროექტი დროებით კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც მომავალ კვირას იხსნება საგაზაფხულო სესია და პირველივე ოქტომბერზე მოხდება განხილვა და შექმნა დროებითი კომისიის, რომელიც
შესაბამისად სამივე საკითხს, როგორც პროდუქტზე, ისე მედიკამენტებზე, ისე საწვავთან დაკავშირებით საკითხებს შეისწავლის და გვექნება შესაძლებლობა, რომ მთელი საზოგადოება იყოს ამაში ჩართული საჯარო სხდომების მეშვეობით, ყველამ ერთად მოვისმინოთ როგორ ხდება ამ სფეროებში ფასების წარმოქმნა, თავად იქნება ეს მწარმოებელი, დისტრიბუტორი თუ სხვა რგოლი ამ ბიზნესებისა, თავად მათგან მოვისმინოთ და ხედავთ ჩვენ მათ გაცხადებებს, რომ ისინი ხედავენ შესაძლებლობას ფასების დაწევისა, მიუთითებენ გარკვეულ საკითხებზე, რომელიც შეიძლება დარეგულირდეს, შეიძლება საკანონმდებლო სახით, შეიძლება პრაქტიკა არის შესაძლებელი, შეიძლება მათ შორის ცნობიერების მხრივ საზოგადოებამაც ამას ყურადღება მიაქციოს. ეს ყველაფერი იქნება საჯარო პროცესი, ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული პირის, შესაბამისად ჩვენ ერთად შევძლებთ საზოგადოებასთან ერთად საკითხში გარკვევას და გადაწყვეტილებებს მიიღოს. ამერიკის ინიციატივას უკვე დებატებთან და მის საჭიროებასთან დაკავშირებით. თქვენ ვისთან ხედავთ ამ ინიციატივის განხორციელების პერსპექტივას, სად ხედავთ ესეთ ცენტრებში, რომ გამოთქვამზაობა ნაწილაკი უარი განაცხადა. აი ამ საკითხთან დაკავშირებით დავამატებ, ხდება კითხვაც, რომ თქვენ ოპოზიციურ არხებზე თუ ითანამშრომლებთ, თუ მიხვალთ მაგალითად პირველი როგორც არის პრობლემა, ასევე პარიტრაი ამ ნაწილზე პირველი მე მგონი ძალიან კარგი იყო ეს დაახლოებით ერთი კვირა რაც ეს ინიციატივა გაჟღერდა და ნახეთ ჩვენ კარგი იყო რომ საზოგადოებამ დაინახა რადიკალების რეაქცია და ამითი კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველამ ვინ რა ჯგუფები არიან ისინი რომლებიც კრძალავენ დისკუსიას და უნდათ ყვირილი და არა საუბარი მათ შორის ნიშანდობლივი არის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან დამოკიდებულება, რომ არავინ არ ჩაერთოს დისკუსიაში. სალომე ზურაბიშვილი თუ კი გავითვალისწინებს მის სხვადასხვა შეხვედრებს და კონტაქტებს და კომუნიკაციებს, მისი სახით გვესაუბრებიან ჩვენ ზოგიერთი უცხოური ჯგუფები. ასე რომ პირდაპირ მისი სახით განგვიცხადეს უბრალოდ სიგნალი მისცეს მათ მიერ დაფინანსებულ ჯგუფებს და ხარდაჭერი ჯგუფებს, რომ არანაირ დისკუსიაში, დიალოგში არ შევიდნენ. რატომ? და ესეც ხშირად მოგვისმენია მათგან, რატომ? იმიტომ რომ ამ სცენაზე ისინი სუსტები არიან და ასე ვთქვათ, ვერანაირად ვერ წარმოაჩენენ თავის არგუმენტებს. მე შეგახსენებთ, რომ როდესაც შარშან არჩევნების შემდეგ ვნახეთ ჩვენ ძალადობრივი აქციები, მაშინ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ მზად ვიყავით, მათ შორის ის და მეც დამსდარიყავით საჯაროდ მედიაში, თავად დაესახელებინათ ვინ იქნებოდნენ მათი ფალავნები, თუ კი რაიმე სათქმელი ქონდათ და გვესაუბრეთ რა შევწყვიტეთ, ერთი რა იყო დაწყებული და რა შევწყვიტეთ ამ 28 ნოემბერს, ეხლა ხო ყველა მიხვდა, რომ იყო ეს აბსოლუტური ფარსი, რაც მაშინ მოიფიქრა რამდენიმე უცხოელმა, მათ შორის რამდენიმე დიპლომატი ჩაერთო ამაში, ფარსი, თითქოს რაღაცა იყო მოლაპარაკება დაწყებული, რომელიც ჩვენ შევწყვიტეთ. აქვე შეგახსენებ სხვათა შორის, რომ მოლაპარაკების გახსნის გადაწყვეტილება უკრაინაზე და მოლდოვაზე რომ მიიღო, ევროკომისიამ დღემდე არ დაუწყიათ. გავიდა გერ 3 წელი, მე მგონი უკვე თუ 2 წელი და დღემდე არ იქაც კი არ დაწყვილება მოლაპარაკება საქართველოზე მინისაუბროს, მაგრამ ასე უტიფრად ბრიუსელიდან თქვენს ტყუილი, რომ თითქოს რაღაცა შეაჩერა თუ შეწყვიტა საქართველოს, დღემდე ამ ტყუილს ამბობენ ბრიუსელიდან და ამ ტყუილი წააქეზეს ძალადობა საქართველოს თბილისის ქუჩებში. ჩვენ მაშინ შევთავაზეთ ყველას, რომ მოდი თავად დაველაპარაკოთ და საზოგადოება მიხვდებოდა საბოლოო ჯამში, რომ ის იყო აბსოლუტური ტყუილი და ნახეთ თქვენ მაშინ, რომ ჩაჩეხეს ყველანაირი შესაძლებლობა გარედან მითითებით, არანაირი საჯარო დისკუსია. ახლა დრო არის მოლოტოვის კოქტეილების სროლით, რომელიც ასევე ევროკავშირის დაფინანსებული პროპაგანდის შედეგი იყო, როდესაც მოხდეს რაღაც იდეალიზება ძალადობისა და აუკრძალეს ნებისმიერი დისკუსია. ასე რომ ქალბატონი სალომეს ეს განცხადება, ქალბატონი სალომეს პირი ჩვენ გვესაუბრება სინამდვილეში ის უცხოური ჯგუფები, რომლებიც მართავს რადიკალებს საქართველოში. რაც შეეხება ჩვენს განაცხადს, კიდევ ერთხელ თავად ის ფაქტის დებატების რო დავფიქრდეთ, ხომ? ჩვენ ხო სინამდვილეში ამ დებატებში არის საქართველოს ხელისუფლება განუწყვეტლივ. აი დღეს ჩემი დღევანდელი, ასე ვთქვათ, ბრიფინგი კომენტარი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც კვირაში ერთხელ მაინც ყველა მედიასთან არის. რეალურად ჩვენ მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ პარტიული რადიკალური ოპოზიციის პარტიული ტელევიზიები არიან, ჩვენ ხო იმ პარტიებთან დებატი გამოდის, როდესაც მათი მედიის წარმომადგენლები
არიან მონაწილე, თქვათ, ამგვარი, ასე ვთქვათ, ინტერაქციისა მედიასთან. ასე რომ ჩვენ არ ყოფილა კითხვა, რომელიც ვინმეს დასმა უნდოდა და უმაღლეს თანამდებობის პირების მიმართ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, კომიტეტების თავმჯდომარეები, მინისტრები არ არსებობდა კითხვა მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ გარედან მითითების შედეგად რადიკალებმა მთლიანად ჩაჩეხეს პირდაპირ, ასე ვთქვათ, დისკუსია და დებატი, არ არსებობდა კითხვა, რომელსაც მათი ტელევიზიების გავლით ჩვენამდე ვერ მოიტანდნენ ყველანაირად წვავე ფორმით და არ არსებობდა კითხვა, რომელსაც პასუხი არ ქონია, რომელსაც პასუხს გაურბივართ და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენი მზაობა ყოველთვის იყო. თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენ ნახეთ, რომ საუბრის ნაცვლად უნდა იყოს ყვირილი, ლოზუნგები, ძალადობა, ზიზღი. ეს არის რაც დღეს სამწუხაროდ ბრიუსელის დაფინანსებით საქართველოში ხდება, რომ ზიზღი, ძალადობა უნდა იყოს წაქეზებული. რაც შეეხება პლატფორმებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მიზანი რა არის? მიზანი ხო ის ხო არ არის, რომ იქ კორიდა გაიმართოს და ყვირილი და ჩხუბი იყოს, ხო? ჩვენი თავარი არსი და დასკვნაც ის არის საზოგადოების, რომ უნდა იყოს საგნობრივი დისკუსია, განხილვა, სიძულვილის, ცივილკივილის და არ ვიცი, ასეთი შეძახილების, რა თქმა უნდა, მაცადეთ, რომ ამ ყველაფრის გარეშე უნდა წარიმართოს. ამიტომაც მნიშვნელოვანი არის, რომ ნებისმიერი ასეთი ფორმატი უზრუნველყოფდეს მსგავს გარემოს. ეს ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, იმისთვის რომ ჩვენ გქონდეს ასე ვთქვათ, ოპონენტებად ჩვენ ვაღიარებთ, რა თქმა უნდა, მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. ვინც კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებს, ის მტრობს საქართველოს კონსტიტუციას, არ აღიარებს საქართველოს კონსტიტუციას და რა თქმა უნდა, რთული იქნება წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი დებატების მონაწილე ვიყოთ. მათ შორის ეს ეხება რადიკალური ოპოზიციის კუთვნილ მედიას, რომელიც დღემდე არ აღიარებს საქართველოს კონსტიტუციას, არ აღიარებს დემოკრატიას, არ აღიარებს ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს, ამიტომ უპირველეს ყოვლისა რადიკალური ოპოზიციის ეს ნაწილი და მისი ტელევიზიები უნდა დაუბრუნდნენ კონსტიტუციურ წესრიგს, აღიარონ საქართველოს კონსტიტუცია და ამ შემთხვევაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ განვიხილოთ ამგვარ პარტიულ მედიაში ჩვენი მონაწილეობა დებატებში. ამერიკის დელეგაცია ბაზარი შალვა რამდენიმეჯერ დაგისვით ჩვენს გულბას, ხო და ამერიკის დელეგაცია და ამასთან დაკავშირებით საუბრობენ პოლიტიკოსებიც, მისი ოჯახის წევრებიც, ცალკეული აკადემიკოსი ჯგუფი ამბობენ, რომ ეს საქმე მაინც არ არის შეფასებული ისე როგორც საჭიროა და მეტიც აი დღეს რატო შაქარაშვილი წერდა, რომ ცალკეული ბიუროკრატები პირიქით ამ რეჟიმის წარმომადგენლების გვერდში დგანან და აქეზებენ. აი ცალკე საქმეც რომ შეგვიფასოთ თუ შეიძლება და ცალკე აი ეს გამოხმაურებად შემდეგ რაც გირგვლიანის საქმე გახდა ლაკმუსის ქაღალდი არა მხოლოდ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისთვის, არამედ გახდა მთლიანად იმ დასავლეთისთვის, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმს მხარს უჭერდა და კვლავ მხარს უჭერს. ეს არის ყველაზე ცხადი ტესტი ღირებულებებისა. პირდაპირ შეგვიძლია ეს საკითხი ავიღოთ და მიუსადაგოთ ნებისმიერ ევროპელ პოლიტიკოს, ინსტიტუციას თუ ასე შემდეგ და მივხვდებით ვისგან გვაქვს საქმე. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი თავის დროზე ჩამფარცვავი, შემკერი და ასე ვთქვათ მიმჩუმათებელი ზურაბ ადეიშვილი დღეს არის უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე, თუ ასე მისი თანამდებობი და რეალურად ის გენერალური პროკურორი არის სინამდვილეში. და როდესაც ხედავ ჩვენ რომ და შესაბამისად იქ ვინც არის თანამდებობაზე იცით რომ ევროპელების ხარდაჭერის გარეშე იქ ეგეთ თანამდებობებზე ვერ არიან და ბევრი რამე გარედან იმართება. ასე რომ ხედავთ რომ ადამიანი რომელიც ამის მონაწილე იყო დღეს წარმოჩენილი ყავთ პროკურორად. ის ვინც მისი მოადგილე იყო დღეს მოლდოვაში, ქალბატონი წოწორია, მოლდოვაში მოსამართლეებს ურჩევს ვეტინგის წესით და პროკურორებს ურჩევს და ჩვენ გვეუბნებიან რომ მიბაძეთ მოლდოვა, სადაც გირგვლიანის მკვლელობის დროინდელი ხალხი და იმ გუნდის წევრები არიან წამყვან პოზიციაზე. აი ეს არის სამწუხარო დღევანდელი ბრიუსელის ღირებულებები. ეს არის მათი გაგებით ის რასაც ჩვენ უნდა დავემსგავსოთ და ჩვენ ამასთან დამსგავსება რა თქმა უნდა არ გვინდა. ის ოდესაც მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მთავარი
კოორდინატორი იქნებოდა ამისი პოლიტიკური სახით. მიხეილ სააკაშვილს ხან ცაილელს კამს მიუძღვნიან ხოლმე ევროპის სახალხო პარტიაში და 2 წელი შეგვჭამეს, რასაც ქვია, მისი დახსნის მსურველებმა და ევროკავშირის მოქმედი ელჩი ყალბი საფუძვლებით დემარშებით მიდიოდა იუსტიციის მინისტრმა, რაიმენაირად დაეხსნათ ის კანონიერი სასჯელისგან. აი ეს არის ამ დიდმა ტრაგედიამ სინამდვილეში მოგვიტანა ყველაზე მეტი სიცხადე. ვისთან გვაქვს საქმე, როდესაც ვისთან ქონდა საქმე მაშინელი ხელისუფლების სახით, ამან კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა და ვინ არიან ის პოლიტიკური ძალები, კიდევ იგივე ხალხია, იგივე სახეები არ არის, ან რასა იუკნევიჩიანები და სხვები. ეს ხო იგივე ხალხი არის დღესაც, რომ ხარს უჭერენ აი ამ საძეგელი დანაშაულის ჩამდენებს, მის გამამართლებლებს და მათ ვინც როგორც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, ორკესტრირებულად მთელი სახელმწიფო წავიდა ერთი ადამიანის წინააღმდეგ. ასე რომ დღევანდელ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის ფარისევლობა, რომელიც დღემდე არის ბრიუსელში და დღემდე არც ერთ აი პოლიტიკოს ევროპას დღემდე არ დაუგმია სააკაშვილის რეჟიმი, რომელმაც ეს საძეგელი დანაშაული ჩაიდინა. ამერიკის დელეგაცია ჩამოსული ბატონო, ამერიკის დელეგაცია. აი პირდაპირ თეორიულად. სანგარიში გამოყენებიდან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით და დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო 20-ში არსებობს ანგარიშები, თუმცა არსებობს განცხადებები. რატომ უბურებელყოფენ ევროკომისიის ანგარიშებს, სადაც საქართველოს მოწინავე? არ აწყობთ, იმიტომ არის პოლიტიკური ამოცანა. ის პოლიტიკური ამოცანა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ძალები, რომელიც ვასალურად შეაცვლებენ ყველა მითითებას, რომელიც წამოვა ამ უცხოური პოლიტიკური ჯგუფებიდან. ამიტომ ესეც ხო აი სინამდვილე რომ გქონდეს საქმე რაღაც პატიოსთან, დისკუსიასთან, თვით რეფლექსიასთან, თუნდაც ზოგიერთი ბრიუსელის ზოგიერთი ჩინოვნიკის მხრიდან. ასეთი რაღაცებზე, ნუ მინიმუმ ხო რაღაც რეაქციები უნდა იყოს, რომ ხო შეიძლება ან გააკრიტიკულმა ის თქვან, რომ არ არის სწორი. აი ამას რომ აჩუმათებენ, რომ ცდილობენ რომ დაფარონ ეს აბსოლუტური წინააღმდეგობა, რომელიც არის ესე ვთქვათ, კვლევაზე დაფუძნებულ მიგნებებსა და კაია კალასის ჰაერიდან მოტანილ განცხადებებს შორის აი ეს წინააღმდეგობები რო არსებობს, ამას უჩუმდებიან, ხმას არ იღებენ, ეს აჩვენებს სინამდვილეში, რომ გვაქვს საქმე არაჯანსაღ მართვასთან ევროკავშირის და ეს არაჯანსაღი მართვა უკვე ძალიან კარგად ჩანს ბევრისთვის თვითონ ევროკავშირის შიგნით, ხედავთ ჩვენის დაპირისპირებები, რომელიც არის, შეუძლებელი არის ბრიუსელის ამგვარი მართვის პირობებში რაიმე პერსპექტივა კონდეს ევროკავშირის როგორც ერთიან სივრცეს, ვინაიდან ხედავთ აბსოლუტურად არაკვალიფიციურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დამოკიდებულებას. კიდევ ერთხელ, როდესაც ბრიუსელში წამყვანი ძალები არიან ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ გამოკვეთილად მტრული პოლიტიკა ქართული ხალხის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხაიქ სიკეთეს არველით არანაირს. ამერიკის დელეგაცია ჩამოსული ბატონო შალვა, თუ აპირებთ შეხვედრას, რა მნიშვნელობის არის ეს შეხვედრა, რა გაქვთ ამერიკელი კონგრესმენების შესაქმანი, როგორც ვიცით, როგორც თავად საელჩომ გააბრძოლა, ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდებიან ეს კონგრესმენები, რომ გითხრათ მეტი დეტალი, ვინ შეხვდება? კონგრესმენები არ არიან კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლები, სხვადასხვა კონგრესმენების მრჩევლები, ასე ვთქვათ, ეს არის ეგრეთ წოდებული სტაფერების ვიზიტი, ანუ აპარატის თანამშრომლების ვიზიტი, მრჩევლების ვიზიტი. მათ აქვს სხვადასხვა შეხვედრები, მათ შორის პარლამენტშიც ექნებათ შეხვედრები. ასე რომ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის მზად ვართ ვისაუბროთ. გასაგებია რომ პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ნაკლებად იქნება, რაც აინტერესებთ, ვინაიდან მრჩევლები არიან და შესაბამისად ამბავს ჩაიტანენ შემდეგ უკვე თავის იმ კონგრესმენებთან, რომლის მრჩევლებიც არიან, რა თქმა უნდა, ალბათ მათთვის საინტერესოა მოისმინონ პირველ წყაროდან თუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოში და არ მოისმინონ ლორა თორტონებისგან და ეკა გიგაურებისგან, რომლებიც საქართველოს მიმართ მტრული რიტორიკით არიან გამორჩეული. ევროპარლამენტში საგარეო კომიტეტზე დამტკიცდა გაფართოების სტრატეგია, სადაც საქართველოს აღსანიშნავი უკრაინა, მოლდოვა, ბალკანეთის ქვეყნები. ანუ 2030 წლის გაფართოებაში საქართველოს ოფიციალურად აღარ მოიაზრება. ჩვენ ხედავთ უბრალოდ ცდილობებს, რომ
და ეს არის ყველაზე მთავარი დარტყმა, რასაც ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია, რითაც აყენებს დარტყმას აყენებს ევროკავშირს როგორც იდეას, არის ევროკავშირის საკითხის პოლიტიკურად ინსტრუმენტალიზება. ის რომ რაც უნდა იყოს ასე ვთქვათ, საერთო შემართების, სულისკვეთების, მოტივაციის საფუძველი, ამას იყენებენ ზეწოლისთვის, მუქარისთვის, შანტაჟისთვის, დაქვემდებარებისთვის და ის ვინც უარს აცხადებს დაქვემდებარებაზე, შემდეგ მათ მიმართ ამგვარი მაგითხა ძალიან მდაბიო ხასიათის რაღაც ბწკენებით არიან დაკავებული. იქ არ გახსენე, საქართველოს თავზე გადაუფრინე და ისე ჩაუფრინდი აზერბაიჯანში ან სომხეთში. ნუ ასეთი მდაბიო საქციელით რო ფიქრობს ხალხი 3000 წლოვანი სახელმწიფოს წინააღმდეგ ასეთ საქციელს, ქვეყანას რომელსაც ყველაფერი გამოვლილი გვაქვს, აჩვენებს უბრალოდ თუ საქმე გვაქვს საქმე ევროპელი ბიუროკრატების საქმე გვაქვს არაკვალიფიციური ხალხთან, რომელთაც გასაგებია რაც აქვთ ამოცანად, მაგრამ იმდენად არაკვალიფიციურად აკეთებენ ამასაც, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ხედავთ გამოკითხვების შიგნითაც ევროკავშირში, გამოკითხვების საქართველოში აზიანებენ თავის თავს. რაც სინამდვილეში ბოლო რამდენიმე წელია ანტიქართული რიტორიკით, მათ რასაც მიაღწიეს, ერთადერთი რასაც მიაღწიეს ანტიქართული რიტორიკით და ქართული ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკის განხორციელებით არის ევროკავშირის დაზიანება. აი ეს მიიღო ბრიუსელის ბიუროკრატიამ და ჩვენ ეს გვაწუხებს ჩვენ. ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსად წაუღია, ჩვენ მათი არც სიმპათიები გვაქვს მაინც და მაინც გამორჩეული და რაც უნდათ ისე აუკეთებიათ, მაგრამ ჩვენ გვადარდებს ორი რამე. ერთი, რომ ამ ქართული ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკით გაურჩეულმა ზოგიერთმა ბიუროკრატმა არ დააზიანოს ჩვენი ქვეყანა და მეორე, არ დააზიანოს ევროკავშირი, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფით, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც დადგება მომენტი ამ ბიუროკრატიის ხელში არა, მაგრამ როდესაც ევროკავშირის ინსტიტუციების წამყვან პოზიციებზე მოვლენ ჭეშმარიტად ევროპელები, პატრიოტები და ევროპულ ღირებულებებზე მყოფი ადამიანები, მაშინ საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის იქ რომ მივალთ, არ გვინდა დაგხვდეს ევროპა, რომელიც დაცლილია ღირებულებებისგან, ევროპა, რომელიც მშვიდობის პროექტიდან გადაქცეული იქნება ომის პროექტად და ამას უყურებთ დღეს ჩვენ, გამალებული შეიარაღებით, მშვიდობისთვის შექმნილი ორგანიზაცია ომზე საუბრობს ყოველ მეორე დღეს, იქ როგორ ვინ დაესხმება თავს, ესენი როგორ მოიგერიებენ და როგორი ის იქნება, რა ქვია, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ თქვა ძალიან მკაფიოდ და კაციშვილი არ აღმოჩნდა დედამიწის ზურგზე, რომელიც შეეწინააღმდეგა ამ თეზას, რომ თავის დროზე ამერიკის ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ისეთი ადმინისტრაცია, რომელიც დღეს არის, ომი უკრაინაში არ იქნებოდა. გაგიგონიათ რომელიმე ევროპელმა რომ ამას წინააღმდეგ რამე თქვა? იმიტომ ეს არის სიმართლე. ეს არის სწორედ დასავლეთის, ეს არის სწორედ ევროპელების და ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი, რაც ჩვენ მივიღეთ საბოლოო ჯამში გლობალური მასშტაბით, მათ შორის რაც ჩვენ მივიღეთ უკრაინაში, იმიტომ რომ თავის დროზე ევროპელებს და ამერიკის წინა ადმინისტრაციებს რომ გამოეჩინათ შესაბამისი პასუხისმგებლობა, ხედვასწორი და არ მიეყვანათ დაპირისპირება ამ დონემდე, ეს ომი არ იქნებოდა და დღეს როცა საუბრობენ რომ ეს არის ევროპის წინა ხაზი, რატო არ არის არც ერთი ევროპელი, რომელიც იქ იბრძვის? რატო სად არიან ესტონელი ჯარისკაცები, სად არიან გერმანელი ჯარისკაცები, სად არიან ფრანგები, რატო არ იბრძვიან სანგრებში, რატო არ შეხედან დღეს ევროკავშირის მიერ წავლილი ჯარისკაცები, რატომ არ არიან იქ სანგრებში თუ კი ეს წინა ფრონტია და აქვე ერთ საკითხად შევეხები უკრაინის პრეზიდენტმა, როგორც იცით, საქართველოში ელჩი დანიშნა, უკრაინის ელჩი, რაც მისასალმებელია ერთის მხრივ, თავად ფაქტი და მეორე მხრივ ერთადერთი კითხვა ჩდება, რომ რა შეიცვალა. საქართველოს თავის პოლიტიკა არ შეუცვლია. როგორც 3 წლის, 4 წლის წინ უკვე 4 წლის წინ ვთქვით, რომ არ დავაწესებთ ორხრივ სანქციებს, ახლაც ვამბობთ, რომ არ დავაწესებთ ორხრივ სანქციებს, როგორც 4 წლის წინ ვთქვით, რომ არ გავაგზავნებთ ქართველებს იქ საომრად, ახლაც არ ვაპირებს სახელმწიფო, რომ გააგზავნოს ქართველები უკრაინაში საომრად. როგორც გახსოვთ, ეს იყო ორი მიზეზი, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაასახელა მაშინ, რატომაც გაიწვია საქართველოსგან ელჩი, იმიტომ რომ საქართველოს სანქციები არ დაუწესა რუსეთს და თავისი თავი არ გაიხადა
არ გახადა წინახაზი ფრონტისა და მეორე, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველები არ გააგზავნა უკრაინის ომში საომრად. ორი მიზეზი. აქედან ჩვენი პოზიცია ორივეზე იგივე დარჩა. ასე რომ ეს ფაქტის დანიშვნის ალბათ აჩვენებს, რომ იმედია იმას აჩვენებს, რომ გადაიაზრა უკრაინის ხელისუფლებამ, რომ ის სამწუხაროდ ის მტრული რიტორიკა, რომელიც ჩვენ გვესმოდა ქართველების წინააღმდეგ, ის ანტიქართული გადაწყვეტილებები, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ, შედეგის მომტანი არ არის და ამიტომ მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ელჩის დანიშნულება. საქმეზე და ისინი ითხოვენ, რომ უფრო მეტად დაინტერესდეს ამით ევროკომისია. როგორ ფიქრობთ, ვერ დაარწმუნეთ ეს რა არის ამის მიზეზი? მაინც ვერ დაარწმუნეთ ყველა დასავლეთში, რომ რაღაც აკრძალული ნივთიერება არ იყო გამოყენებული ქართველებმა. ამის მიზეზი ერთადერთია. ევროკავშირში დღემდე არ არის ისეთ სისტემა, როგორც ამერიკაში, ფარას სახით და ჩვენ არ ვიცით, ვინ რა ფულს იღებს. არადა ჩვენ ვიცით, რომ ევროპარლამენტში ფულს იღებენ. და ნახეთ ჩვენ ამისი კადრებიც, ნახეთ ფულიც ვიცე-სპიკერის დონეზე, როგორ ხდება ფულით საქმის გაკეთება ევროპარლამენტში. ამიტომ მე არც ერთი ამ ადამიანის მიმართ არაერთი ნდობა არ მაქვს, რომ მათ რაიმე საკუთარი პოლიტიკური ასე ვთქვათ мотиваცია გააჩნიათ ასეთ საკითხების წამოყენების. ერთი მოკლედ ასე ჩავასრულოთ საკუთარი პოლიტიკური мотиваცია, თავად ის კორუფციული სკანდალები, რომელიც ევროპარლამენტში ბოლო პერიოდში ძალიან ხშირი არის, რა თქმა უნდა, წარმოუშვებს ეჭვს, რომ აქაც საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებებთან და ეს არის ერთ-ერთი мотиваცია ვიღაცების ხმაურის. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება საკითხს, რამდენი ხანი გავიდა უკვე ჩვენი გავაკეთეთ. გამოძიება ჩატარდა, გამოძიებამ ყველაფერს პასუხი გასცა, ყველა კითხვას გასცა პასუხი და იქვე თქვა, რომ თუ კი რაიმე საკითხი, რომელზეც პასუხი არ არის, აგერ არის გამოძიების მასალები, ნებისმიერ რელევანტურ უცხოურ ორგანიზაციას თუ აქვს ინტერესი, მობრძანდით, ყველაფერს გაგაცნოთ კიდე დეტალურად, რაც შეიძლება საჯარო არ იყოს, არ ვიცი, გამოძიების მასალები, ყველაფერი. თქვენი აზრით, რამდენმა მიმართა, უყურეთ, აი ხო მარტივ რაღაცა, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, თქვა, გამოძიების შედეგებია, ყველაფერს გაეცა პასუხი, ქართულ საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი არის. თუ კი ვინმესთვის რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს, ყველა რელევანტურ უცხოურ ორგანიზაციას მოგმართეთ, ჩამოდით, მე გარკვეული ირონიით ისიც დავამატებ, თუ გინდათ ბილეთსაც ჩვენ გიყიდით, ხო, ჩამოდით, განახებთ ყველა მასალას. თქვენი აზრით, რამდენმა მიმართა პროკურატურას თუ მთავრობას? რამდენი მიმართა თქვენი აზრით? ალბათ არ მიმართათ ჯერასოლიციამ. გამარჯობა. არც ერთმა არ მიმართა. შესაბამისად, რატომ არ მიმართა, იცი? იმიტომ რომ ჩამოვლენ, რომ გადაშლიან, ყველაფერს რომ ნახავენ. მე ხო უნდა გამოვიდნენ ეს ევროპარლამენტები და ვიღაცები, ხო უნდა თქვან, რომ დეზინფორმაციას ვავრცელებდით, ცილს უწამებდით ქართულ ხალხს, ვიგონებდით რაღაცა პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი, ამასაც ხო მოფიქრება უნდა მართლა გებელსის ტვინი უნდა იდოს ვიღაცაში, რომ ასეთი დიდი ტყუილები შეთხზა, რომ მე ვიღაცა მიფიქროს, რომ ეხლა ასეთ დიდ ტყუილსაც ხომ არ იტყოდნენ. ეს ერთი და მეორე რაც ჩვენ გავაკეთეთ, იცით რომ BBC-ს უჩივლეთ, მიმართეთ ვინაიდან შეზღუდული ვარ ჩვენ ბრიტანეთის კანონმდებლობით, სამწუხაროდ არ არის ისეთი გამართული, როგორც საქართველოში არის მედიის მაყურებლების, მომხმარებლების თუ დაზარალების მიმართ. რას ვიზავ, ესეთი ცუდი კანონმდებლობა არის, ჯერ უნდა შიგნით განიხილონ. სამწუხარო რომ BBC-სგან მე როგორც მოვისმინე კომენტარი, წინსწრები დაფიქსირდა პოზიცია, რომ არ აპირებენ კრიტიკულ გადააზრებას და მედიაში იყო თუ არ ვცდები ფორმულა, რომელიღაცა მედიამ მიმართა BBC-ს და მათგან პასუხი იყო, რომ ისინი მხარს უჭერენ თავის ჟურნალისტებს და იცავენ მედიას. ისევ ჯერ ჩვენი განცხადება, რომელიც საკმაოდ მოცულობითი არის, არც გაცნობიან, რა არგუმენტები გვაქვს, რა მტკიცებული, წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს. რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად გაუმართავი არის ეს სისტემა დიდ ბრიტანეთში, იმ მხრივ, რომ ობიექტური განხილვის შესაძლებლობა გქონდეს, მაგრამ ჩვენ დავაანონსეთ, რომ არ იქნება BBC. იქნება კომუნიკაციის კომისია, არ იქნება კომუნიკაციის კომისია, იქნება ბრიტანეთის სასამართლო, არ იქნება ბრიტანეთის სასამართლო, იქნება სტრასბურგი, სადაც ქართული ოცნება უჩივლებს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას. იქ უკვე მოპასუხი იქნება ხელისუფლება. და ჩვენ აქამდე მივალთ, თუ კი თავად ბრიტანეთის მართლმსაჯულება ვერ შეძლებს, რომ თავად გაუმკლავდეს ამგვარ საძაგელ ცილისწამებას მთელი სახელმწიფოს მიმართ, თუ კი ამ სისაძაგლეს
შეიწყნარებს ბრიტანული მართლმსაჯულების სისტემა, რა თქმა უნდა, ჩვენ ბრიტანეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში წავალთ და გამოცდილება გვეუბნება, რომ სადაც ჩვენ საქართველოს სახელმწიფო და დღევანდელი ხელისუფლება მისი სხვადასხვა განშტოებებით აღმოჩენილა ევროპელებთან პირისპირ სტრასბურგში ყველგან მოგვიგია და აქაც ზუსტად ასევე მოვიგებთ, თუკი ბრიტანეთი თავად ვერ შეძლებს პატიოსანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას. პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების აქტი, რომელთაც ახლა სარგებლობენ ადამიანები, როგორ აფასებთ ამ ჰუმანურ აქტს? უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ პრეზიდენტის დისკრეცია და ეს არის მისი სრული დისკრეცია, მისი სრული ასე ვთქვათ კონსტიტუციური პრეროგატივა და ამიტომაც მნიშვნელოვანი არის ზოგადად მათ შორის მჟავრდებულებისთვისაც იმის გააზრება, რომ არ არსებობს შეწყალების უფლება, ასე ვთქვათ, მოთხოვნის უფლება, ეს არის დისკრეცია, რომელიც პრეზიდენტს აქვს და ის იღებს ამ გადაწყვეტილებებს და ჩვენ ნახეთ, რომ ორი შეწყალება, რომელიც გამოვიდა ახლა ნათლისღებაზე, გუშინ ნინოობაზე, რომ ეს ორი შეწყალება საკმაოდ მოცულობითიც იყო. ნახეთ რეაქციები, ნახეთ მედიის საშუალებით ასევე ოჯახები, რომლებიც უხარიათ, რომ ხელახალი შანსი მიეცა და ნახეთ ასევე კვლავ რადიკალური ოპოზიციის, NGO-ების აბსოლუტური ცრუ კამპანია, რომელიც მათ ჰქონდათ წამოწყებული, რომ თითქოს მოლოტოვის კოქტეილების მსროლელები უნდა შეეწყალებინა პრეზიდენტს და რატომღაც ეს მოლოდინი თითქოს ვიღაცას ჰქონდა და მთავარი საკითხიც ეს არის, რომ თავად წარმოშობენ ცრუ მოლოდინებს, შემდეგ ცრუ იმედგაცრუებას და შემდეგ ამ ცრუ იმედგაცრუებაში თავად აღმოჩნდებიან ხოლმე, ასე რომ კიდევ ერთხელ დაგვაჩვენეს მათ საკუთარი ჭეშმარიტი სახე. განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია რომ დამტკიცდა, ზოგადად ვისაუბრებთ საზოგადოებისთვის რა დადებითი ბენეფიტების მომყარებითება. ზოგადად განათლების კონცეფციასთან დაკავშირებით იცით, რომ გარკვეული დეტალები უკვე ეტაპობრივად მოხდა მათი გამჟღავნება, ჩვენ საზოგადოების რეაქციაც ვნახეთ და პოზიტიური რეაქცია, რომელიც საზოგადოებას აქვს ბევრ საკითხთან შორის, მათ შორის სასკოლო ფორმის შემოღებასთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა და თავად იყოს პასუხისმგებელი სახელმძღვანელოებზე, თავად იყოს შემოქმედი ამ სახელმძღვანელოებისა და უზრუნველყოს, რომ ერთიანი სტანდარტით და ერთგვაროვანი სახელმძღვანელოებით ხდებოდეს სწავლება და ბევრი სხვა საკითხი, რომელიც თვლიანთ ამ რეფორმაში არის, თქვენ ნახეთ, რომ ამხელა მართლაც ისტორიული რეფორმა მიმდინარეობს, როგორც ზოგადი განათლების მიმართულებით, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით. რამდენი საკითხი წარმოიშვა? ორი თემა არის მხოლოდ ორი, ერთი ზოგად განათლებაზე ჰქონდათ, მეორე უმაღლესი, ორი თემა, რომელიც ისიც манипуляციურად შეეცადნენ, რომ წამოეწიათ. ერთი ზოგად განათლებასთან დაკავშირებით მე-12 კლასის საკითხი და ამის სპეკულაციური მიბმა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი აპრიორი უნდა საზოგადოებრივ მიდიოდეს უმაღლესი განათლების მისაღებად და ამასთან დაკავშირებით ითქვა, რომ ვისაც სურვილი აქვს საკუთარი ცხოვრება ასე დაგეგმოს, ან საკუთარი შვილის ცხოვრება, რომ მაინც და მაინც უცხოეთში უნდა მიიღოს პირველადი უმაღლესი განათლება, მათთვის იქნება მე-12 კლასის არჩევის შესაძლებლობა, ასე რომ არავის ამ მხრივ ყველას ხელი შეეწყობა და არავის არაფერი პრობლემა არ იქნებოდა, ამით დასრულდა ზოგად განათლებასთან დაკავშირებით სხვა პრეტენზიები მეტი აღარ არსებობს და მეორე უმაღლესი განათლებასთან დაკავშირებითაც აქაც ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ხანგრძლივობებზე იყო და აქაც ყველა კითხვას გაეცა პასუხი, ყველაფერი არის ბოლონის პროცესის ფარგლებში, ყველაფერი არის რაც თავარია იმისთვის, რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება საქართველოშივე ხარისხიანი განათლება. ასე რომ ამას აქვს მნიშვნელობა. ბევრი მათ შორის ჩემი კოლეგა ჩვენს გუნდშიც ადამიანები, რომლებსაც გვაქვს საზღვარგარეთ განათლება მიღებული, მაგრამ მე მგონი ყველას გვაქვს მიღებული შემდგომ, ასე ვთქვათ, სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე მიღებული განათლება და სხვათა შორის არავინ ვინც აქედან ჩადიოდა გერმანიაში თუ სხვა ქვეყანაში
უმაღლესი განათლების შემდეგი საფეხურისთვის არავინ იქ არ ჩამოუვარდებოდა ადგილობრივ სტუდენტებს და მათ შორის შედეგებიც ქართველი სტუდენტებისა ამაზე მეტყველებს. ამიტომ ამას ჩვენ ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ აპრიორი და თავისთავადი უნდა იყოს, რომ სკოლას როგორც კი დაამთავრებს ადამიანი მაინც და მაინც უნდა საზოგადოებრივ გარბოდეს სასწავლებლად. აქ უნდა ქონდეს უპირველეს სკოლისა ყველა პირობა ხარისხის თვალსაზრისით, უპირველეს სკოლისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ზოგადად ასე ვთქვათ, თვალსაჩინოს გაფართოებისთვის, რა თქმა უნდა, ყველას უნდა ქონდეს შესაძლებლობა სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში წასვლის და დამატებითი განათლების მიღების, მაგრამ მთავარი ამოცანა ეს არის მთელი კრიტიკოსების მთელი არსი არის, რომ ჩვენი განათლების სისტემა, ზოგადად უმაღლესი განათლების სისტემა მორგებული უნდა იყოს იმაზე, რომ როგორმე აქედან წავიდეს ადამიანი საზოგადოებად. ჩვენი აბსოლუტურად სხვა ფილოსოფიას ვამბობ ჩვენ. ჩვენ ვამბობთ, რომ განათლების ზოგადად უმაღლესი განათლების სისტემის ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველოს მოქალაქემ საქართველოში მიიღოს უმაღლესი დონის ზოგადი და უმაღლესი განათლება და ამ მიზანს მივახცევთ ჩვენ სხვათა შორის ძალიან მოკლე ვადებში იმ დაანონსებული რეფორმით, რომლის ბევრი ასპექტი უკვე გაჟღერდა, ბევრი ასპექტი ასე ვთქვათ, სხვადასხვა ეტაპებზე განხორციელდება. მთავარი მიზანი არის კიდევ ერთხელ ხარისხიანი განათლების მიღება.